საქართველოს პრეზიდენტმა ლატვიაში ოფიციალური ვიზიტი სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრით დაასრულა. მიხეილ სააკაშვილი ლატვიელი სტუდენტების შეკითხვებს პასუხობდა. მანამდე კი საქართველოს პირველმა ორი ქვეყნის ერთობლივ ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა და რიგაში შოთა რუსთაველის ბარელიეფი გახსნა. დღესვე მიხეილ სააკაშვილი იურმალაში იმყოფებოდა, სადაც ლატვიის ცნობილი კურორტისა და ანაკლიის დამეგობრების შესახებ ოფიციალურ დოკუმენტს მოეწერა ხელი. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის დეტალებით ნატა მახვილაძე, რიგიდან ნატა თუ არის საუბარი უკვე კონკრეტულ პროექტებზე, რომელსაც ლატვიური მხარე ანაკლიაში განახორციელებს. უკვე ცნობილია კონკრეტული პროექტების ნუსხაც. უახლოეს მომავალში ლატვიელი ინვესტორები გეგმავენ ანაკლიაში ჩასვლას და არ არის გამორიცხული იქ რამდენიმე ახალი სასტუმრო ააშენონ. დამეგობრების შესახებ მემორანდუმს ანაკლიასა და იურმალას შორის ხელი დღეს მოეწერა. ანაკლიისა და იურმალას დამეგობრება ოფიციალურად დღეს საქართველოს პრეზიდენტისა და იურმალას მერის შეხვედრის დროს გაფორმდა. შესაბამის დოკუმენტს ქართულმა და ლატვიურმა მხარემ ხელი უკვე მოაწერეს. მოლაპარაკებების დროს საქართველოს პრეზიდენტმა და ქალაქის მერმა ანაკლიაში ლატვიური ინვესტიციების დაბანდების პერსპექტივაზეც ისაუბრეს. ამის შემდეგ პრეზიდენტმა და ქალაქის მერმა იურმალა ერთად დაათვალიერეს და ბალტიის ზღვის სანაპიროზე გაისეირნეს. აი ხა შადრევანი, ეს არის შადრევის პროვოკაცია და ჩვენ დღეს მერთან იცით ჩვენ ლევანმა მოაწერა ხელი თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს, რომელიც ეხება რეალურად ანაკლიას და იურმალას დაძმობილებას და ჩემთვის ეს ძალიან მაგარი თარიღი. მაგარია იმიტომ, რომ 2 წლის წინ ანაკლია არა მხოლოდ სოფლიოში არავინ არ იცოდა სად იყო, არამედ საქართველოში თითქმის არავინ არ იცოდა. იურმალა ყველა მიცის თითქმის ყველგან სოფლიოში. ოშრეკოში ევროპაში ნამდვილად ყველგან იციან და პოსტსაბჭოს სივრცეზე. და ამგვარად ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ჩვენი მივიწყებული რამდენიმე ხნის საქართველოს განადგურების პირას ყოფი ულამაზესი ადგილი ხდება არ მხოლოდ საერთაშორისო ურთიერთობების სუბიექტი, არამედ გვხვდება რუკაზე. აი ეს არის რაც ყველაზე მეტად მოგმავს ჩვენ არაკეთილმოსურნეებს, რომ საქართველოს არ მხოლოდ სხვაჯერ თბილისში, მაგრამ ყველა ადგილი საქართველოში გვხვდება რუკაზე. საქართველო ხდება ბევრი მაგარი ადგილის ქვეყანა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მოქალაქეებს თითოეულ ამ ადგილის მკვიდრებს გვჭდება ძალიან მაგარი პერსპექტივა მომავლისთვის. და ამიტომ მართლაც და ეს არის მხოლოდ დასაწყისი. ხა ჩვენ ნახეთ აქაურობა, ბევრად უფრო მაგარს ავაშენებთ, ბევრად უფრო მეტი შემოსავალი შემოა ჩვენ ხალხს და 2-3 წელიწადში საერთოდ აქედან ივლიან პირიქით ხალხი და შემოხედავენ კეთილი შური გაწმულდება რამაში. It is a great pleasure to have such distinguished. ასეთი საპატიო სტუმარია ჩვენთან ჩამოსული. ჩვენ ხელი მოვაწერეთ თანამშრომლობის შეთანხმებას ანაკლიესა და ჩვენს ქალაქში. თანამშრომლობა დარწმუნებული ვარ ძალიან კარგი და ნაყოფიერი. მე უკვე ვუთხარი პრეზიდენტს, რომ რაც ჩვენი ქართული მეგობრებისაგან უნდა ვისწავლოთ სტუმართმოყვარეობა. ერთმანეთისაგან ჩვენ ბევრს ვსწავლობთ. მივიღეთ განსაკუთრებული მოწვევა და სავარაუდოდ ლატვიასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კურორტის დათვალიერების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა რიგაში გადაინაცვლა და შოთა რუსთაველის ბარელიეფის გახსნაში მიიღო მონაწილეობა. დიდი ქართველი პოეტის გამოსახულება დღეიდან რიგაში ხელოვნების სკოლის კედელზე განთავსდა. რუსთაველი ყველგან მიწყავს და ყველგან დაუყვება. ჩვენ ბოლო წლებში გავხსენით რუსთაველის ძეგლი ძალიან საინტერესო კიევში, ბუდაპეშტში, რომში და ახლა ძეგლი არ არის, მაგრამ კედელზე ყველა ასეთ ცენტრალურ რიგაში მის ბარელიეფს ვსვით, იმიტომ რომ ეს არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ლამაზი ჟესტი ლატვიური მთავრობის, ლატვიის საზოგადოების მხრიდან. და სადაც რუსთაველი არის საქართველოს ჩვენს. და ასევე როგორც საქართველოს საელჩო არის ყველგან, ასევე რუსთაველი უნდა იყოს ყველგან, სადაც არის წარმოდგენილი საქართველოს ამიერიდან და სამუდამოდ.
ძალიან სასიამოვნო ღონისძიებაა. მიხარია რომ დღეიდან ჩვენ სკოლა შოთა რუსთაველის ბარელიეფი ამშვენებს. დიდი პატივია რომ რიგაში სწორედ ჩვენი შენობაში არჩიეს. რუსთაველი ხომ მსოფლიო დონის პოეტია, მას ყველგან იცნობენ. ბარელიეფსაც შემდეგ მილიონი ადამიანი ნახავს აქ ფაქტურად სამუდამოდ, იმიტომ რომ ეს არის იუნესკოს მიერ დაცული უბანი, ეს არ ექვემდებარება არანაირ უკვე გადაკეთება გადმოკეთებას. პრეზიდენტთან ერთად ლატვიაში საქართველოს მთავრობის წევრებიც იმყოფებიან. ისინი მონაწილეობას ყველა ოფიციალურ თუ არაფორმალურ შეხვედრაში იღებენ. ლატვიური კომპანიების ჩვენ ბაზარზე მონაწილეობას არ გამოურიცხავთ და პირიქით თავისთავად ეს მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვისაც და ასევე მნიშვნელოვანი იყო რომ ჩვენ ვისაუბრეთ მეწარმეებთან იმაზე რომ უნდა აუცილებლად გაიზარდოს თვითმფრინავად ჩვენსა და ლატვიას შორის. ოფიციალური ვიზიტის ბოლოს მიხეილ სააკაშვილი ლატვიის სახელმწიფო უნივერსიტეტში მივიდა. შეხვედრა ლატვიის უმაღლეს სასწავლებელში კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. სტუდენტები საქართველოს მიერ გატარებული რეფორმებით დაინტერესდნენ. რუსულ-ქართულ ურთიერთობებსა და აგვისტოს ომის დეტალებზე კი შეკითხვა პრეზიდენტს რუსულენოვანი დიასპორის წარმომადგენელმა დაუსვა. ჩემი შეკითხვა შეეხება კონფლიქტს საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის. რატომ დაიწყო საქართველოს ეს კონფლიქტი? სამხრეთ ოსეთი როგორც ასეთი არ არსებობს. ეს არის საქართველოს პატარა რეგიონი, რომლის მოსახლეობა ეთნიკურად შეერეული იყო. სწორედ აქედან შემოვიდნენ რუსები 2008 წელს ინტენსიური დაბომბებისა და საომარი მზადების შემდეგ. მაშინ შვებულებაში ვიმყოფებოდი და დავბრუნდი. ჩემი პირადი მრჩეველებისა და აპარატის თანამშრომელთა უმრავლესობა დასასვენებლად იყო წასული, რადგან ჩვენ ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობთ და აგვისტოში ყველა შვებულებაში გადის. მათი შემოსვლა იყო საბაბი. ისინი ამის შემდეგ დედაქალაქისკენ დაიძრნენ. როდესაც შემოვიდნენ, რუსებმა უთხრეს ადგილობრივ მოსახლეობას, რომელთა უმრავლესობა ეთნიკური ოსი იყო, რომ ჩვენ თქვენს გასათავისუფლებად მოვედითო, მაგრამ ეს ხალხი ქართულ პოლიციასთან ერთად გამოიქცა, მიატოვა საკუთარი სახლები. დღეს დევნილთა დასახლებებში, რომლებიც რუსული ოკუპაციის შედეგია, მოსახლეობის დაახლოებით 70% ეთნიკურად ოსია. იცით, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობა აღარ ცხოვრობს, მხოლოდ 6000 კაცია დარჩენილი. მათ არ სურდათ რუსების თავისუფლება. იცით, რომ ზუსტი პარალელი არსებობს ლატვიის ისტორიასთან, რადგან ჩვენ ერთად გადავიარეთ უდიდესი ტალღა 90-იან წლებში, როდესაც 500,000 ადამიანი გამოაძევეს აფხაზეთიდან, რადგან ეს იყო საქართველოს ევროპიზებული და იმედის მომცემი რეგიონი. ჩვენმა ეგრეთ წოდებულმა ჩრდილოელმა მეზობელმა ეს ძალიან კარგად იცოდა და სწორედ ამიტომ დაგვარტყა 90-იან წლებში. ამჯერად კი მათთვის იოლად მისასვლელი გზა თბილისში მოსახვედრად სწორედ ცხინვალის რეგიონზე გადიოდა და გამოიყენეს ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის საკითხი. იცით თუ არა, რომ ნებისმიერ დროს, როდესაც პატარა ქვეყანას თავს ესხმის მასზე ბევრად დიდი სახელმწიფო, ის არასოდეს აღიარებს, რომ თვითონ დაესხა თავს. იცით თუ არა, რომ დიდი სახელმწიფო ფინეთი თავს დაესხა საბჭოთა კავშირს, რადგან ისინი თურმე პროვოკაციულად მოქმედებდნენ და სურდათ განეხორციელებინათ და ზიანი მიიყენებინათ საბჭოთა კავშირის და მისი ინტერესებისთვის, ასე რომ მათ თავი უნდა დაეცვათ ფინელებისგან. იცით ვინ დაიწყო მეორე მსოფლიო ომი? ეს ნამდვილი ამბავია პოლონელებმა, რადგან როგორც ამბობენ, სულელი და თავხედი პოლონელები თურმე თავს დაესხნენ გერმანიის ტერიტორიაზე გერმანულ რადიოსადგურს. თან შემთხვევით, მილიონიანი არმიის მქონე გერმანია კი საზღვართან წვრთნებს გადიოდა. რა უნდა გაეკეთებინათ მათ? უნდა გაეხსნათ საპასუხო ცეცხლი და დაეპყროთ პოლონეთი. იცით, რომ 2008 წელს ყველა ჩვენგანი შვებულებაში იმყოფებოდა. სრულიად შემთხვევით კი დიდი რუსეთის არმია სამხედრო წვრთნას გადიოდა საქართველოს საზღვრებთან. შემთხვევით იყო ისიც, რომ 3 დღით ადრე შავი ზღვის ფლოტი იმ დროს, როდესაც მე იტალიაში ვიმყოფებოდი, ყირიმიდან საქართველოსკენ დაიძრა. დაემთხვევა იყო ისიც, რომ ყველა სამთავრობო საიტი დაიბლოკა. ეს ძლიერი ქართველები კი შევიდნენ ცხინვალში, რომელიც უკვე ევაკუირებული იყო. ხალხი გაიყვანეს, რადგან ტანკები შემოჰყავდათ. რა უნდა გაეკეთებინა რუსეთის არმიას, რომელიც წვრთნებს გადიოდა, რა თქმა უნდა, ცეცხლი უნდა გაეხსნა. შოკირებულები იყვნენ და მოულოდნელი იყო მათთვის ჩვენი ქედმაღლობა. საპასუხო ცეცხლიც ამიტომ გახსნეს. ზუსტად ისე, როგორც თითქოს მეორე მსოფლიო ომი პოლონელებმა დაიწყეს. ყოველთვის არის ვიღაც თქვენნაირი, ვისაც ამ სიცრუის ჯერა. ასე რომ ჩემი რჩევა ასეთი იქნება, შეგიძლიათ არ დამიჯეროთ, მაგრამ კარგი იქნება თუ რუსებს უფრო მეტად არ დაუჯერებთ. შეხვედრაზე შეკითხვა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივასა და ამ პროცესში რუსეთის ფაქტორზეც დაისვა. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ გვესტუმრეთ. მადლობას გიხდით ამისთვის. ჩემი შეკითხვა ასეთია: თუ გრძნობთ რუსეთის მხრიდან ზეწოლას საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით? რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გვგრძნობთ.
რა მოხდა ჩიკაგოს სამიტზე? ნატოს სამიტი არის შანსიც და რისკიც. ბუქარესტში ალიანსი ერთსულოვანი არ იყო, ამან ნაწილობრივ წარმოშვა გარკვეული ფაქტორები, რომელმაც ხელი შეუწყო რუსეთის პირდაპირ სვლას ჩვენ ქვეყანაში. ამ კუთხით ვფიქრობდი, რომ ნატოს ჩიკაგოს სამიტი ერთგვარი რისკიც იყო, რადგან 2008 წელს ჩატარდა არჩევნები რუსეთში, შეერთებულ შტატებში და საქართველოში. ჩიკაგოს სამიტზე საქართველო ნამდვილად ფავორიტი იყო. ჩვენი ქვეყანა ახალ კატეგორიაში შეიყვანეს ბალკანეთის ქვეყნებთან ერთად, რომლებიც ნატოში გაწევრიანებას გეგმავენ. ასევე გამოცხადდა, რომ შემდგომი სამიტი გაფართოების სამიტი იქნება, საქართველო კი კვალიფიცირებულ ასპირანტად დასახელდა. ეს ძალიან კარგია, მაგრამ ამავდროულად დიდი გამოწვევაც. ცოტა ხნის წინ მედვედევმა განაცხადა, რომ საქართველოში ომი აღმოსავლეთით ნატოს გაფართოების შესაჩერებლად დაიწყო. რეალურად კი ჩიკაგოს სამიტზე ითქვა, რომ მას არაფერიც არ შეუჩერებია, ყველაფერი ძალაში რჩება და აღებული კურსით მიმდინარეობს პროცესი. შესაძლოა ეს ვიღაცისთვის გამომაფხიზლებელი მოწოდება იყოს, მაგრამ ჩვენ არავის პროვოცირება არ გვინდა და ჩვენი მისწრაფება რუსეთის წინააღმდეგ ნამდვილად არ არის მიმართული. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტს უნივერსიტეტის სტუდენტებმა საგანგებო წარწერებიანი მაისური გადასცეს, რომელსაც ლატვიურად ძლიერი ცოდნა აწერია. ლატვიის უნივერსიტეტში გამართული შეხვედრის შემდეგ ჩვენ გსურდა ინტერვიუ ჩაგვეწერა იმ ახალგაზრდასთან, რომელიც საუბრობდა სამხრეთ ოსეთის შესახებ. თუ გსურდა გვეკითხა, იცოდეთ თუ არა მან იმის შესახებ, რომ სამხრეთ ოსეთი საქართველოს ტერიტორიაა. თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ მან დარბაზი მალევე დატოვა და როდესაც ჩვენ დავინტერესდით მისი ვინაობით, უნივერსიტეტის რექტორატში განგვიცხადეს, რომ ეს ახალგაზრდა არ იყო ლატვიის უნივერსიტეტის სტუდენტი და გაურკვეველია, როგორ მოხდა შეხვედრაზე. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის დეტალებით ეს იყო ნატა მახვილაძე ლატვიიდან.